ქალაქე გემის კაპიტანი ბათუმელი ახალგაზრდა და ლაშქარში კაცი არის დაკარგული დღეს და მის ოჯახს აქვს იმედი რომ საბერძნეთის ესე იგი წყლებში როცა გემი ჩაიძირა და მის ოჯახს აქვს იმედი რომ ის არის ცოცხალი. უბრალოდ მე მესმის რომ ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული და საბერძნეთის მთავრობა ესე იგი რაღაცა შესაძლო ხარჯებს უთხრილდებოდეს, მაგრამ თხოვო მინდა საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო აქტიურად ესე იგი დაიცვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები და თხოვოს მოითხოვოს თუ საჭირო იქნება დააფინანსოს კიდეც გასციოს ხარჯები ჩვენმა სახელმწიფომ იმისათვის რომ ეს კაცი იქნეს მოძებნილი. გემის კაპიტანი მოიქცა ვაჟკაცურად, მან ბოლო დატოვა თავისი გემი და უბრალოდ ეხლა არის დაკარგული და ესე იგი არც არის გვამი არ არის ნაპოვნი და რაღაც რატომღაც არიან დარწმუნებული მათ შორის მისი მეგობრები რომ ის არის ცოცხალი და შეიძლება ეხლა ერთ უბრალო ზარს საგარეო საქმეთა სამინისტროდან კონდეს ისეთი მნიშვნელობა რომ გადაარჩინოს ეს ადამიანი და დაუბრუნოს ოჯახს. ამიტომ კიდევ ერთხელ თხოვრით მიმართავ. არის გადაწოდებული ესე იგი მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში არის განაცხადი შეტანილი მე ეხლა მზად ვარ თქვენ შეკითხვებს უპასუხო თუ მე დავიწყო თუ კი ბატონო დიახ მადლობა პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ მართლაც ამ კვირაში გაჟონა ამ ინფორმაციამ და ძალიან ბევრი ჟურნალისტი გამოქვეყნდა ცნობის მოყვარეობას და მინდა დავადასტურო რომ ჩვენ ნამდვილად მუშაობთ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე. ცენტრის შექმნის მიმართ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა სრული პასუხისმგებლობით უდგება ამ საკითხს. ამიტომ მე იმედი მაქვს რომ ჩვენ მალე მივახცევთ კონკრეტულ შეთანხმებებს და საზოგადოებას წარუდგენთ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ქვეყნის განვითარების უფრო გასაგებ გზას, ვიდრე აქამდე თავაზობდა ივანიშვილის მთავრობა. ოთხი ძირითადი ხუთ სუბიექტ შორის მიმდინარეობს საუბარი. მე არ მინდა წინასწარ ჩამოთვალო სუბიექტები, იმიტომ რომ როცა რაღაცას ჩამოთვლი, მე ყოველთვის ესე იგი ჩნდება საშუალება, რომ ვიღაცამ რაღაცას ხელი შეუშალოს. აქ არ არის ჩვენ არ შემოვიფაგრებით რამე ამ ციფრებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და კარი ყველასთვის ღია არის. რა თქმა უნდა, ურთიერთობები იქნება ასიმეტრიული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძირითადი პარტია, ვისაც რამე თავი არ შეურცხვენია წარსულში, არ აქვს რაღაც კორუმპირებული წარსული, ან ასე იგი არ იყო შემჩნეული რაღაც ისეთ საქმიანობაში, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად მიგვაჩნია, ასეთი პარტიებისთვის, ასეთი ლიდერებისთვის ყველასთვის კარი არის ღია. თუმცა ურთიერთობები ყველა არ იქნება რაღაც ესე პოლიტიკური საბჭოს წევრი, მაგრამ ჩემი აზრით ყველასთვის კარი ღია უნდა იყოს. გაერთიანება იქნება სახელმწიფო ინტერესების ირგვლივ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი და პრინციპული მიდგომა ყველას ჩვენი. რა თქმა უნდა, გაერთიანებას ეყოლება ლიდერთა გუნდი, მათ შორის გამორჩეული ლიდერებიც არიან და შეიძლება ერთი ვინმე ყველაზე გამორჩეული ლიდერი იყოს. მინდა გითხრათ, რომ დიალოგში მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა პარტია, ვინც შეიძლება ეხლა თქვენ გაგახსენდეთ. ანუ ყველა ძირითადი პარტია. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი. თუმცა ორ პარტიასთან უფრო დაალაგებული ურთიერთობები არის და ორ პარტიას შორის უფრო წინ წასული საქმეა, ამიტომ ჩვენ და თავისუფალ საქართველოს შორის უფრო წინ არის საქმე წასული, პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს უფრო მეტი თანხმედრა და მე ვფიქრობ, რომ ასე იგი აქ ურთიერთობების ნორმალი ესე იგი განვითარებას ხელს აღარაფერი აღარ შეუშლის. თუმცა არიან პარტიები, რომლებიც თანაც ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ
დალაგებადია ურთიერთობები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა ის რომ ჩვენ შევქმნათ რაღაცა ბლოკი ან გაერთიანება ერთჯერადი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი. ბიზინა ივანიშვილი როცა პოლიტიკაში მოვიდა, ის იყო ცოცხალი ლეგენდა. ამას ხო არავინ არ უარყოფს, არა ფოტო, სურათიც არავინ არ იცოდა, მაგრამ ის იყო ლეგენდარული ადამიანი, იმიტომ რომ ყველა ოჯახში მის შესახებ ლაპარაკობდა. და ამ ცოცხალ ლეგენდას ჰქონდა 7 მილიარდი. წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი აქტივებია 7 მილიარდი და ლეგენდარული ბიოგრაფია, ხო, ბექგრაუნდი ესეთი პოლიტიკაში. მაგრამ ეს ლეგენდა, რომელიც 7 მილიარდის მფლობელი იყო, მიხვდა, რომ უნდა შეექმნა პოლიტიკური ცენტრი. სხვაგვარად წარმატებას პოლიტიკაში ვერ მიაღწევ. როგორი ძლიერის, როგორი ჭკვიანის, და რაც უფრო ჭკვიანი ადამიანია, რა, მით უფრო აცნობიერებს იმას, რომ საჭირო არის კორპორატიული, კოლექტიური მოქმედება და არ შეიძლება შენს თავზე აიღო ყველაფრის პასუხისმგებლობა. ადამიანი და ლიდერი, რომელიც ემიჯნება, ეხლა თუ კი ვინმე გაემიჯნება ერთობლივ მოქმედებას, ძალიან ცხადად გამოჩნდება, რომ ესეთი ლიდერები სხვა მიზნები ამოძრავენ, უფრო პირადული, უფრო ესეთი პირადი ინტერესები და არა საზოგადო და სახელმწიფო ინტერესები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვართ, ესე იგი, ოპტიმისტურად განწყობილი ჩვენი ლიდერების ინტელექტის მიმართ და ვფიქრობთ, რომ ყველა შეძლებს ურთიერთ კომპრომისების ნიადაგზე, ერთმანეთის აღიარების ფონზე შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც კონკურენციას გაუწყებს დღეს ქართულ ოცნებას და აღარ მისცემს საშუალებას ქვეყნის განვითარების შეფერხების. ჩვენ ხო ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება შეფერხდა. რეალურად ერთი წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და თქვენ ერთი პროექტი მაინც ნახეთ, რომ შემოეთავაზებინოთ სოციალური, ეკონომიკური, რაღაცა სასამართლო რეფორმა ან რამე. არა, ისინი ჩვენ გვთავაზობენ დასავლეთს, მაგრამ დასავლეთს გვთავაზობენ არა როგორც სოციალური, ეკონომიკური ან დემოკრატიული სახელმწიფოს რომელიმე სახელმწიფოს მოდელს, არამედ გვთავაზობენ როგორც რელიგიას, რაღაც რომელსაც უნდა გწამდეს, გიყვარდეს და უპირობოდ უნდა ემორჩილებოდა. და რაღაც ისე ამ რელიგიას გვთავაზობენ როგორც მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო, რაც ალტერნატიულ რელიგიას. და ჩვენ გვინდა დასავლეთი როგორც სოციალური სამართლიანობის მოდელი, როგორც ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების მოდელი და როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მოდელი, სადაც არის სამართლიანი მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები არის დაცული. და რელიგია ჩვენ მშვენიერი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიების, ესე იგი, აღსარებლობის ხალხი ცხოვრობს და ყველა ადამიანს აქვს უფლება რომ კონდეს თავის საკუთარი რელიგია, მათ შორის ვინმეს, როგორც ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ერთობლივად, მათ შორის მათაც შეუძლიათ კონდეთ ევროპა წარმოდგენილი როგორც რელიგია. მე ხო გთხოვ, მე არ მინდა დასახელებებზე წავიდე. ყველა პარტია შორის მინდა, ყველა პარტია შორის ურთიერთობებს არავისთან არ გამოურიცხავთ, რა თქმა უნდა. ყველა პარტია შორის, ვინც კი შეიძლება ეხლა თქვენ, ესე იგი, ეს არ არის ხა ბევრი პარტია, ხო, სულთიძე ჩამოსახლელი პარტიებია, რომელსაც რაღაც ელემენტარული გავლენა აქვს საზოგადოებრივაზე და რაღაც ელემენტარული პოლიტიკურ პროცესებზე აქვს გავლენა, რა. ყველა პარტია ერთმანეთს შორის მიმდინარეობს დიალოგი. ლაპარაკობს, არის გადაწყვეტილება მიღებული რამდენიმე პარტიას შორის, რომ ეს არ გაგრძელდეს დიდხანს. მე ვფიქრობ, რომ ინაუგურაციის შემდგომ და მას შემდგომ რაც იქნება დასახელებული პრემიერი, ჩვენ ვიქნებით მზად რაღაც ნაწილი მაინც პარტიების, რომ გამოვაცხადოთ პოლიტიკური ცენტრის დაფუძნება და შემდგომში, რა თქმა უნდა, კარი ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს სახელმწიფოებრივად მოაძლევენ პოლიტიკურ ლიდერს, პარტიას, არა პოლიტიკური სივრციდან მოსულ სპეციალისტებს, ყველასთვის კარი იქნება ღია. და შემდგომში შეიძლება ვინმე შემოუერთდეს. ჩვენ ერთი მომენტი არის, ჩვენ ველოდებით, რომ დასახელდეს უпроსოდ დამტკიცდეს პრემიერ-მინისტრი, დასრულდეს ეს ინაუგურაცია, ამით დამთავრდება ეს აჟიოტაჟი, დაასახელონ მერობის კანდიდატი კოალიციამ, პრემიერმა, რომელიც ეხლა მათ რაღაც არაფორმალური ლიდერად არის გადაქცეული და ამის შემდგომ ალბათ ჩვენ ვიქნებით მზად, რომ დავასახელოთ სუბიექტები, მაგრამ ეს ამ დასახელებით არ იქნება ჩაკეტილი წრე, ანუ სუბიექტები შესაძლოა გაიზარდოს და მერე დაემატოს. დიახ, პირველი სერიოზული, ესე იგი, არჩევნები ჩვენ გველოდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თუ კი მანამდე რაიმე გაუთვალისწინებელი პოლიტიკური რხევები არ მოხდა, რაც ასევე არ არის გამორიცხული.
თუ ჩვენ შევხედავთ დღევანდელ ვითარებას, სავსებით მოსალოდნელია, რომ გაზაფხულზე აუცილებელი საჭიროება დადგეს, რომ რაღაც გადახალისება მოხდეს ახლად შეგწყვეტილი მთავრობის, ეს ყველა ხვდებით, რომ ახლა ძალიან დროებითი ესეთი შემადგენლობა მთავრობის, ძალიან წრელი კონგლომერატია და ეს წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, გააღვივებს წინააღმდეგობებს მათ შორის. მაგრამ თუ კი ყველაფერი წავიდა ნორმალურად, მასე შემთხვევაში ჩვენ არჩევნებში ასევე გეგმავთ ერთად მონაწილეობას. კი ბატონო. სამთავრობო დღევანდელი მთავრობა არის დროებითი. ეს არის გარდამავალი მთავრობა. შეუძლებელია ამ მთავრობის არსებობის შენარჩუნება რამდენიმე თვეზე მეტი. მაგრამ ეხლა ასე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა რაღაც უნდა გაიმყაროს არა პოზიციები და ეხლა რომ არეულობა შეეტანა და ცვლილებები შეეტანა, მთავრობა შედგება სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების ესე იგი წარმომადგენლებისგან, ამიტომ ესე იგი ამ ეტაპზე ეს მოსალოდნელი არის. მე ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე ალბათ რაღაცა გადახალისება მოხდება მთავრობაში და ამას შესაძლოა მე პარლამენტში არეულობა გამოიწვიოს. შეიძლება არც გამოიწვიოს. ნახოთ, თუ კოალიცია შეიძლება ვინმე, მე არ ვიცი, მე არ მინდა ექსპერტული შეფასებები და რაღაც პროგნოზები გავაკეთო. ერთი რამე ფაქტია, ღარიბაშვილი შეეცდება, რომ თავის პოზიციები გაიმყაროს, არა? ხლა არ არის, არის უბრალოდ დანიშნული პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ხო ვიცი და თავის საყრდენები ხო ჭირდება პარლამენტში, ჩვენ მთავრობაშიც, არა? მთავრობასაც ჩვენ ხო ხედავთ, რომ ზოგიერთ ძალიან პატიოსანი კაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რომ კარგი მინისტრი იყოს, ხო? ცოტა უფრო მეტი ფხა უნდა გამოიჩინოს, არა? ამიტომ მთავრობას ჭირდება აუცილებლად გადახალისება. ჩემი აზრით, არ მგონია, რომ ეხლა ამას ღარიბაშვილი ვერ ხდებოდეს და იმედი მაქვს, რომ თავიდან ეს არის, დღეს ხო არ არის არანაირი ცვლილება რეალურად. როგორც ჩანს, იყო მოუთმენელი ცვლილება, მთავარი პროკურორის ცვლილების, თორემ მეტი არაფერი ცვლილება არ არის, ხო? მაგრამ გაზაფხულზე ჩემი აზრით იქნება. გაზაფხულზე ისიც რა იქნება? გაზაფხულზე იქნება სამთარ გამოვლილი საზოგადოება. და უკვე ამ გაღვიძებული იქნება იმ ილუზიებიდან, რომელიც როგორც იყო რა პრეზიდენტი რო წავა, მერე ჩვენ ასე იგი დავამთავრეთ კოაბიტაციას და მერე აქამდე ხო ყველაფერი ცუდი ამედის ხო იყო სააკაშვილის ბრალია რა. ხო და ეხლა აღარ არის სააკაშვილი და ეხლა რაღაც დააბრალებენ. ნუ შეეცდებიან რა თქმა უნდა რომ გამოიგონონ ბუად და ხელისშესაწმენდად საპარლამენტო უმცირესობა. და საპარლამენტო უმცირესობა საწყობს და მაგათაც აწყობს არა. მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი განტევების ვაცი საზოგადოებისთვის. იმიტომ თავარი განტევების ვაცი ახლა აქამდე იყო სააკაშვილი. ის მართლაც ბევრ რამეს აშავებდა, მაგრამ ახლა ეკონომიკური წინსვლის შეფერხება სააკაშვილის ბრალიაო ფინანსთა მინისტრი როცა იყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული კრიზისია მთავრობაში. მთავრობა ხედავს, რომ სწრაფად გამოსწორების, საქმის სწრაფად გამოსწორების რესურსი არ არსებობს და იმიტომ იგონებს რაღაცა განტევების ვაც, რომ იმას რაიმე დააბრუნოს. ეს არის ალბათ.